მოგესალმებით. მოდით დღეს ვისაუბროთ ერთ ძალიან საინტერესო კითხვაზე, რომელიც ციფრულ ეკოფაში ყველას გვეხება. ვინ ვართ ჩვენ ონლაინ და რაც მთავარია, როგორ იცლება ამ კითხვაზე პასუხი ერთი სრულიად ახალი კონცეფციის წყალობით. და ყველაფერი იცით, რით იწყება, აი ამ ერთი საკმაოდ დრამატული ფრაზით. ეს არ არის უბრალოდ რაღაც ტექნოლოგიური აუცილებლობა, არა. ეს ბევრად მეტია. ეს ფაქტობრივად მთელი ცივილიზაციის ძახილია. მოდით ჩაუღრმავდეთ, რას ნიშნავს ეს. კარგი. სანამ მომავალზე ვილაპარაკებთ, მოდით ჯერ ვნახოთ საიდან მოვდივართ. იმიტომ რომ პრობლემა, რომელსაც დღეს ვეხებით, ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აი უბრალოდ შეხედეთ ამ შედარებას. რა ხდებოდა აქამდე? ძველი ინტერნეტი და ბლოკჩეინის პირველი თაობები რას აკეთებდა? იღებდა ადამიანს და აქცევდა, რაღაც აბსოლუტურად უსახო კოდად, რიცხვებისა და ასოების გაუგებარ ნაკრებად. და ამ პროცესში ხომ ხვდებით, ყველაზე მთავარი დაიკარგა, თვითონ ადამიანი. ხო, აი ზუსტად ასე. ამ გაუგებარ ტექნოლოგიურ ლაბირინთებში ადამიანი, უბრალოდ გაქრა. და შედეგად რა მივიღეთ? მხოლოდ კოდი, მხოლოდ რიცხვები. მთელი ჩვენი იდენტობა, ყველაფერი რაც ჩვენ გვაქცევს ადამიანებად, დაიშალა რაღაც მანქანურ სიმბოლოებად, რომელსაც არანაირი ცივილიზაციური კულტურული ღირებულება არ გააჩნია. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ადამიანებმა დაიწყეს გამოფხიზლება. რაღაც მომენტში ყველა მიგრძნო, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო, რაღაც ფუნდამენტურად არასწორად მიდიოდა. აი დააკვირდით ამ რიცხვს. 1,7 მილიონი. ეს არ არის რაღაც კომპანიის ბიუჯეტი ან რომელიმე ქვეყნის მოსახლეობა. არა, ეს ბევრად მეტია. აი ეს არის ზუსტად Google-ში Gold ID-ის ძიებების რაოდენობა. წარმოგიდგენიათ, ეს ფაქტობრივად მთელი პლანეტის ერთიანი ხმაა, რომელიც პასუხს ეძებს კითხვაზე ვინ ვარ მე ციფრულ სამყაროში. ეს არის უზარმაზარი გლობალური მოთხოვნა რაღაც ახალზე. და აი ამ გლობალურ კითხვას ამ ძიებას პასუხიც გამოუჩნდა. და ამ პასუხს Gold ID ქვია. აი ზუსტად აქ არის ყველაზე მთავარი განსხვავება. თუ ძველი სისტემები გვართმევდნენ ყველაფერ ადამიანურს და სანაცვლოდ გვაძლევდნენ რაღაც გაუგებარ კოდს, Gold ID აკეთებს პირიქით. ის გვიბრუნებს იმას, რაც ჩვენია, ჩვენს სახელს, ჩვენს იდენტობას და მეტიც, სუვერენიტეტსაც კი, ჩვენს პატარა ციფრულ ტერიტორიაზე. აი უბრალოდ ნახეთ რა მარტივი და ბუნებრივია. იმ გრძელი, უსახო კოდის ნაცვლად შენ უბრალოდ ხარ Nova Gold ან Empire Gold. ეს არის სახელი, რომელიც ადამიანს ესმის და არა მარტო კომპიუტერს. და იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს ალბათ პირველი შემთხვევა, როცა ბლოკჩეინი ტექნოლოგია, რომელიც ამ კოდებს ქმნიდა, ადამიანს კი არ ამცირებს და რაღაც რიცხვად აქცევს, არამედ პირიქით ამაღლებს. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებაა, ლამაზი სახელი და ვსო. არა. აქ საუბარია ბევრად უფრო ღრმა და ფუნდამენტურ ინოვაციაზე. აი ეს უნდა გავიგოთ კარგად. Gold ID არ არის უბრალოდ რაღაცის გაუმჯობესება, ან რაღაცის აპდეითი. ეს არის რევოლუცია, ცივილიზაციური რევოლუცია, სრულიად ახალი სათამაშო წესებია. და როგორ მუშაობს ეს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სახელი, ვთქვათ, Nova Gold, არის ერთდროულად ყველაფერი. თქვენი კრიპტოსაფულე, თქვენი პირადი ვებგვერდის მისამართი, თქვენი ციფრული პასპორტი. აი ამ ერთი სახელით შედიხართ ყველგან, იღებთ თანხას, მართავთ თქვენს აქტივებს, ანუ ყველაფერი ერთიანდება ერთ მარტივ სახელში, რომელსაც სრულად თქვენ აკონტროლებთ და არა რომელიმე კორპორაცია. კი, არსებობს სხვა პროექტებიც, მაგალითად INS ან DID, მაგრამ ისინი ხომ ხვდებით, პრობლემის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს ეხებიან. INS უბრალოდ სახელს არქმევს ძველ უსახო მისამართს. DID იდენტიფიკაციას აკეთებს, მაგრამ Gold ID არის პირველი, ვინც ეს სამი უმნიშვნელოვანესი რამ, იდენტობა, საკუთრება და სუვერენიტეტი ერთად მოაქცია, ერთ კონცეფციაში. და აქ უკვე ამბავი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში გადის. ანუ Gold ID არ არის უბრალოდ მოსახერხებელი ხელსაწყო. არა, ეს არის ფუნდამენტის საძირკველი, რომელზეც სრულიად ახალი ციფრული ცივილიზაცია შენდება. აი ეს შედარება მგონი ყველაფერს ამბობს. ნებისმიერ დიდ იმპერიას, ნებისმიერ ქალაქს ჰქონდა თავისი კარიბჭე, ხომ? Web Gold-ში ამ ახალ ციფრულ სამყაროში ეს კარიბჭე არის ზუსტად შენი Gold ID. ეს არის შენი შესასვლელი ბილეთი. და ლოგიკაც ძალიან მარტივია. როცა შენ, როგორც ადამიანს, გაქვს მარტივი გასაგები იდენტობა, როგორიცაა Empire Gold, ბევრად უფრო აქტიურად ერთვები ამ ეკოსისტემაში. ეს იწვევს ბუნებრივ ორგანულ ზრდას. და ამ ზრდასთან ერთად ქსელის მხარდამჭერი კომპიუტერები, ანუ ნოდები, თავისი ჩნდება, იმიტომ რომ ადამიანებს თვითონ უჩნდებათ სურვილი გააძლიერონ ის ციფრული სამყარო, სადაც მათ ნამდვილი ადამიანული სახელი და ადგილი აქვთ. და ბოლოს ყველაფერი ამ ერთ კითხვამდე მოდის. ამ კოდების, ჰეშების და გაუგებარი მისამართების სამყაროში ვინ იქნები შენ? უბრალოდ რაღაც ანონიმური კოდი, თუ სახელი, რომელსაც აქვს აზრი, აქვს მნიშვნელობა? ეს არის არჩევანი, რომელიც რეალურად დღეს ყველას წინაშე დგას. ასე რომ დაიკავე შენი სახელი.
სანამ ამას სხვა გააკეთებს. სულ ეს იყო, მადლობა რომ გვისმენდით.